მიუხედავად იმისა, რომ de facto ხელისუფლებამ სუსის დასკვნა გამოაქვეყნა, სუსის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, კონკრეტულად კი 4-5 დეკემბერს თბილისში და გამოიყენა თუ არა de facto ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი და დაამტკიცა ბრჭყალებში ცხადია, რომ არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია თითქოს, ამის მიუხედავად კითხვები არა თუ მცირდება de facto ხელისუფლების მიმართ მის სამართით, არამედ კითხვები პირიქით მატულობს და მატულობს. და მატულობს პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ სუსმა, ანუ ბანდიტ მდინარაძის უწყებამ ილაპარაკა მხოლოდ 4-5 დეკემბერზე, 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე, თქვა, რომ ჩვენო არ გამოვიყენეთ ამ დღეს, ამ ორ დღეს, ან ერთ ღამეს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, არანაირი ქიმიური იარაღიო, თუმცა არც ერთი პასუხი არ გაუწია სხვა მნიშვნელოვანი კითხვებისათვის. კერძოდ 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს, 1 დეკემბერს, 2 დეკემბერს, 3 დეკემბერს, მერე უკვე 6 დეკემბერს, 7 დეკემბერს და სხვა დღეებში, როცა გამოიყენეს მათ წყლის ჭავლი, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალიან მარტივი კითხვა და ძალიან მარტივ კითხვას ესენი უბრალოდ ვერ პასუხობენ, ამბობენ, რომ გამოძიება ჩატარებულია, გამოძიება დახურულია, ჩვენ ხომ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, ჩვენ აი ესეთი მაგრები ვართ, და რაც უფრო შორს მივდივართ, რაც უფრო მეტ პასუხებს ვითომ და სცემენ ესენი საზოგადოებას თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მით მეტ ჩიხში ექცევიან, მით მეტ უარეს მდგომარეობას უქმნიან საკუთარ თავს. ხო და დღეს არის ესეთი კაცი ალექსანდრე დარახველიძის ხოშვის დასანქცირებული მინისტრის მოადგილე გეკა გელაძისა, რომელიც გამოიჭირა ტელეპირველის ჟურნალისტმა თათია წოწონავამ და პრაქტიკულად სრულად გაჩვენებთ ვიდეოს, ოღონდ ალაგ-ალაგ შევჩერდები და მეც დავუმატებ თუ სწორე სიტყვა კითხვებს, ან განმარტავ მის ამა თუ იმ პასუხს. ნახოთ ვიდეო. საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მედიის კითხვებს ამ წუთებში პასუხობს ზუსტად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონო ალექსანდრე, პირდაპირ ეთერში ვართ, ბოდიშ გიხდით ჩვენს მაყურებელსაც, რომ უთხრათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ უთქვამს, რით არბევდნენ მოქალაქეებს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ისაუბრობდა მხოლოდ 4 ანუ 28 ნოემბერი, 29 ნოემბერი, 30 ნოემბერი, 1 დეკემბერი, 2 დეკემბერი, 3 დეკემბერი, მინიმუმ 5-6 დღეზეა საუბარი. თათია მართებული კითხვით მიმართავს ამ გამეხებულ დარახველიძეს, რომელსაც ესეთი გაშტერებული სივრცეში მზერა აქვს, თითქოს იქით მინისტრი გელაძის პორტრეტს ან თლად ბიძინა ივანიშვილს უყურებდეს და პასუხობს იმას, რასაც პასუხობს მოვისმინოთ. 4-5 დეკემბრის ღამეებზე გითხარით, რით არბევდით მოქალაქეებს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის შავით, ანუ 6 დღის ჩვენ არაერთხელ დავაკეთეთ კომენტარი ამ შესაძლებლობთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო დასმული, გაეცა პასუხები. BBC-ის კითხვა კი ფილმში არ იყო დასმული კითხვები 4-5 დეკემბერთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა გამოძიებაო, რომ ამბობს, დასკვნაში, რომელიც ეგრეთ წოდებულ გამოძიებაში საუბარია ყველას გასაგონად ვამბობ, 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების დამარცხვლით წარმოვთქვათ, გამოძიებაში, დასკვნაში, კვლევაში, დოკუმენტში, რაც გნებავთ ის დაარქვით. ლაპარაკია მხოლოდ 4 დეკემბერზე, 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე. არ არის ლაპარაკი 29, 28-ზე, 29-ზე, 30-ზე. ნოემბერი ამათ მაისიან თუ არა არ ვიცი არის 30-ით როგორც წესი და გამონაკლისის გარეშე და 1 დეკემბერი და 3 დეკემბერი, ანუ 6 დღეზეა საუბარი. დარახველიძე გვატყუებს. დარახველიძე ამბობს, რომ ჩვენო ყველა კითხვას გავეცით პასუხიო. აჩერდება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ადგილი აქვს მასიურ თავდასხმის პოლიციას და სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ წინაწლის
მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადაწყვეტილების მცდელობას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტის მცდელობას, შესაბამისად პოლიცია მოქმედა კანონის შესაბამისად გამოიყენა ყველა ის სპეციალური საშუალება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რაც შეეხება ჩახვეულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ 4 დეკემბერზე გამოაქვეყნა ბატონო ალექსანდრე ინფორმაციას, რაც ეგრე მიგიწევს. ტრიქლორეთილენი, ბოდიში ბავშვებო პირდაპირ ეთერში ვარ. იყო თუ არა ტრიქლორეთილენი გამოყენებული წინა დღეების ეს განმავლობაში? უნიშნელოვანესი კითხვა, იყო თუ არა გამოყენებული ტრიქლორეთილენი, რომელიც შემოტანილი არის საქართველოში ამათივე განცხადებით, ანუ ამათ განცხადებას ვეყრდობით 2009 წელს ესენი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოტანილია 2009 წელსო, ჩვენო ეს არ გამოგვიყენებია 4 დეკემბერსო, მაგრამ კვლავ ვიმეორებთ, ეს არის გამხსნელი საშუალება, კვლავ ვიმეორებთ, რომ არ ლაპარაკობს საზოგადოება, ცოტა ხანი მაინც არ ლაპარაკობს 4-5 დეკემბერს. ლაპარაკობთ პირველი 2-3 დეკემბერი, შესაძლოა შემდგომ დღეებზეც, ანუ 6-7-8 დეკემბერი და ნამდვილად ლაპარაკობთ 28-29-30 ნოემბერზე. გამხსნელად ბატონო ალექსანდრე პირდაპირ ეთერში ვარ. ტრიქლორეთილენის ჩამოწერის დოკუმენტი რატომ არ არის საჯარო? კანონი ბატონო ალექსანდრე პირდაპირ ეთერში ვარ. ვისაც არის გადაკვეთილებული საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლობის დაცვა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 3 სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით გადაკვეთილი ფოქსელები ეს იმედმა სამთავრობო არხმა გადაიტანა მეორე ხარისხოვან საკითხზე და დარახველიძე პასუხობს მეორე ხარისხოვან საკითხზე იარაღი ჩაუხტა სამთავრობო რომელიღაც არხის ჟურნალისტი ახლა თათია წოწონავას და თითქოს დარახველიძემაც შვებით ამოისუნთქა. თითქოს დარახველიძემაც იხელთა დრო რომ გადაეტანა სხვა საკითხზე ყურადღება, იარაღის დაკანონება, იარაღის ტარების უფლება თუ რაღაც მსგავსი ამ საკითხთან შედარებით მე-10 ხარისხოვანი საკითხი, მაგრამ ვერ გამოუძვრება, ვერ დაუძვრება ამ ვითარებას. რეგულაციები იმისათვის რომ გასულიყო საზოგადოების უსაფრთხოება და ბატონო ალექსანდრე ტრიქლორეთილენზე გითხარით თუ შეიძლება მარტო საკითხები შემოდის იმისათვის რომ აღნიშნული საშუალება არ მოხდეს ეგრეების კითხვას ბატონო ალექსანდრე BBC-ის გამოძიებაზე რაც ახლა აინტერესებს საზოგადოებას მიზნებითა წინააღმდეგობთ შესაბამისად სპარამეზე ლაპარაკობს დარახველიძეს 2019 წელს, რომელიც დოკუმენტიც გაასაჯაროა BBC-მ, ინვენტარის დოკუმენტი 2019 წელს ტრიქლორეთილენი დარჩენილი იყო 620 ლიტრი, 880 ლიტრიდან. ახლა სუსი გვეუბნება, რომ 880 ლიტრი ჩამოწერეს. როდის შეივსო ეს მარაგი და რა 880 ლიტრი არის ჩამოწერილი? დოკუმენტი სად არის ამის? გამოძიებაში დევს ყველა ეს დოკუმენტი. სად არის? არა, ერთი წუთი. BBC-ის ფილმში არის ლაპარაკი, რომ 620 ლიტრია. ტრიქლორეთილენი BBC-ის ფილმში არის, მაგრამ შემოტანილი არის 880 ლიტრა. ეხლა ესენი ამბობენ, რომ ჩამოწერეს, ვითომ 880 და მარაგი როდის შეივსო? აი ეს ნაშთი 880-დან 680-მდე, ხო თუ არ ვწდები, როდის შეივსო? ეს კითხვა მნიშვნელოვანია. ოღონდ ამაზე დარახველიძეს პასუხი არ აქვს. ყველა ეს დოკუმენტი რაც დაკავშირებული აღნიშნული ნივთიერების შესყიდვასთან, მის ხარჯვასთან, შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როდის იყენებდით ბატონო ალექსანდრე ტრიქლორეთილენს? შესახებ რომელიც იქნა 2007 წელს შეძენილი და ფლობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ასე რომ აქ კითხვები აღარ არის. არის ბატონო ალექსანდრე, ვადები არ აქვს ტრიქლორეთილენს 17 წელი აქვს ვადა ასეთ აქტიურ ნივთიერებს. ძალიან საინტერესო კითხვაა ეს თათიასი. რეალურად ტრიქლორეთილენს აქვს ვადა მაქსიმუმ რამდენად ჩემთვის არის ცნობილი და პრინციპში სწორი ვარ, მართალი ვარ, 5-დან 7 წლამდე სუსუ მაქსიმუმ 10 წელი და თუ 17 წლის შემდეგ თეორიულად მაინც გამოიყენეს, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მძიმე ყოფილა საქმე, იმიტომ რომ ვადა გასული შესაბამისად უფრო მძიმე რეაქციას რო გამოიწვევს მოქალაქეების წინააღმდეგ თუ იხმარ, მოქალაქეების ჯანმრთელობას უფრო მეტად რომ დააზიანებს, ისეთი ნივთიერება გამოუყენებიათ ვადაგასული ტრიქლორეთილენი. ოღონდ დარახველიძეს კვლავ ვიმეორებ, ამაზე პასუხები არ აქვს. ბატონო ალექსანდრე, 17 წელი აქვს ვადა ასეთ ნივთიერებებს?
როგორც განგიმარტეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარადგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსაცემად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ის ინფორმაცია, რა კითხვებიც იყო დასმული კონკრეტულ არა, ბატონო ალექსანდრე. ტრიკლორეთილენი რომელ დღეებში გამოიყენეთ? პირდაპირ ნივთიერებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ გაიცნოთ. ტრიკლორეთილენი რომელ დღეებში გამოიყენეთ? ძალიან კონკრეტულ კითხვას გისვამთ, ბატონო ალექსანდრე. გაზაფხულზეც იყო დარბევები. 2023 წლის გაზაფხულზეც იყო დარბევა. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე არბევდნენ ხალხს და ამ დრომდე არ ვიცით რა ნივთიერები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას. ადგილი ჰქონდა მასიურ თავდასხმას. მასობრივ არეულობას და უპირისპირეთ თუ არა ტრიკლორეთილენის ხსნარი, რომელიც მძიმედ მოქმედი ნივთიერებია. პოლიციამ ჯერ გააფრთხილა არაერთ გზის საზოგადოებას. ახლა თქვენ არ უარყოფთ რომ ტრიკლორეთილენი გამოიყენეთ მოქალაქეების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები და ამის შემდეგ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის პოლიციის შესახებ კანონში გათვალისწინებული და იყენებს ყველა ტრიკლორეთილენს იყენებს ყველა ბატონო ალექსანდრე. პოლიცია. რაც შეეხება კონკრეტულ გაგეცით არაერთ არ გაგიციათ ბატონო. ტრიკლორეთილენი აკრძალულია 21 საუკუნის 10-იანი წლებიდან. ანუ არავინ არ იყენებს რომ ვიცოდეთ, მაინც ეს კი ამბობს რომ იყენებს ყველაო, თუ გამოყენებული აქვს ტრიკლორეთილენი TCI, არავინ არ იყენებს ამ გამხსნელ საშუალებას 2021 საუკუნის 10-იანი წლებიდან თუ არ ვცდები 2012 წლიდან აკრძალულია ეს ნივთიერება. დარახველიძე პასუხს ვერ სცემს თათია წოწონამას, ანუ დამოუკიდებელ მედიას, ანუ თავისუფალ ჟურნალისტს, მას ურჩევნია ცხადია რომ გადავიდეს სხვა მისთვის მნიშვნელოვან რეალურად კი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე. კონკრეტულ კითხვას გისვამთ, გამოიყენეთ თუ არა? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყავით მაშინაც 2023 წელს, 2024 წელს გითხარით, იყენებდით თუ არა? თქვენზე კარგად ეს ვინ იცის? არ გამოუქვეყნებია ბატონო ალექსანდრე, შინაგან საქმეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. კონკრეტული მასალა გამოქვეყნებული. გაიცნობ? არ არის გამოქვეყნებული. რამდენი ჩამოწერეთ? სად არის დოკუმენტი ბატონო ალექსანდრე? მაშინ იქნებ კიდევ სხვა სამხედრო ნივთიერებები არსებობს, იქნებ ისეთ ნივთიერებები გაუყენოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ საერთოდ ხმარებაში არ უნდა იყოს. ამის მტკიცებულება სად არის, რომ არ დოკუმენტებს რატომ არ ასაჯაროებთ? სახელმწიფო უსაფრთხოების მამუკა მდინარაძე სიტყვაზე უნდა ვენდოთ ბატონო ალექსანდრე, დოკუმენტები სად არის? ყველა ის დოკუმენტი, რომელიც რელევანტური იყო და საჭირო იყო გამოძიებისათვის, ამოგებული არის თევზ გამოძიების საქმის მასალებში და ამ მასალებზე დაყრდნობით, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ექსპერტიზებზე დაყრდნობით, იმ ვიზუალური მასალაზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებრივ გასაჯაროდა კიდევ სხვა მასალებზე დაყრდნობით, დაკეთა დეტალური განმარტება პირველი ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელზეც საზოგადოებას ჰქონდა. მე ახლა ერთი კომენტარის გაკეთება მინდა, მე არ ვიცი რაგვარი იყო, აღარ მახსოვს რაგვარი იყო როდიონოვის მოადგილე. მაგრამ დარახველიძე არის როდიონოვის მოადგილეზე უარესი. აი 99 წლის 9 აპრილი ვინც მოგვიწყო, იმიტომ რომ ანუ უარესი შესაძლოა არა და გადაჭარბებულია, მაგრამ მსგავსი როდიონოვის მოადგილისა, რომლის გვარსახელიც მე არ მახსოვს, ბევრს ემახსოვრება, შეიძლება არც ახსოვდეს ბევრს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 21 საუკუნეში 20-იან წლებში საქართველოში გაიმეორა 9 აპრილი და მე მეცაც გეტყვით, ჩაიდინა უფრო დიდი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, ვიდრე 9 აპრილს ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა იყო, იმიტომ რომ იქ იკვლიეს მაინც გარკვეული პერიოდის შემდეგ და რაღაცა ობიექტურობასთან მიახლოებული დასკვნა დადეს საკავშირო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე. იცით თქვენ რომ სოფჩაკი იყო კომისიის თავმჯდომარე და ქართველების თანამშრომლობდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დარახველიძე ისე როგორც მთლიანად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას მალავს ერთია და მეორეა რომ მალავს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, მოქალაქეების ჯანმრთელობის აღდგენა, შენარჩუნება აღდგენისათვის. დარახველიძე როგორც ოდესმე წლები რომ გაივლის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისაცემი პირი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ გამოუძვრეს ერთ შემთხვევაში დაუძვრეს ჟურნალისტს და
როგორღაც აიცილოს ეს მისთვის უხერხული და ხელისუფლებად წოდებული ბანდისთვის უხერხული კითხვები და საერთოდაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მასზე პასუხისმგებლობა არ გადავრცელდეს, მაგრამ ის უკვე არის, მოდი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, ეჭვმიტანილი იმაში, რაც მოხდა, რა დანაშაულიც მოხდა ქართული ხალხის წინაშე წინააღმდეგ გასული წლის ნოემბრის მიწურულიდან კვლავ მიმეორებ დეკემბრის პირველი დღეების ჩათვლით, მარტო 4 დეკემბერზე ცხადია არ ვსაუბრობთ. ლაშა შერგელაშვილი, თქვენივე ყოფილი თანამშრომელი, ბატონო ალექსანდრე, ლაშა შერგელაშვილი, თქვენივე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ 2020 წელს იყო გამოყენებული ასევე გარკვეული ნივთიერება, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც დაზიანდნენ ადამიანები. მას ჰქონდა ჩაბარებული ეს ყველაფერი და მათ ის თავად ამბობს ამის შესახებ. თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გითხარით, როდის გამოიყენეთ ტრიქლორეთილენი გამხსნელად ქიმიურ ნივთიერებას და წყალს შორის? იყო თუ არა ეს მაგალითად 2000 ლაშა შერგელაშვილი აკეთებს დაუზუსტებელ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ მის მიერ გაკეთებული ინფორმაცია იყო შორის სიყალბე და სიცრუე. როდესაც ვადარებთ ალბათ სწორი სიტყვაა, ხო, როდესაც ვადარებთ ნდობის ხარისხს შერგელაშვილისა და მდინარაძისა, მიუხედავად იმისა, რომ შერგელაშვილთანაც არის ბუნებრივია ლეგიტიმური კითხვები მათ შორის, კითხვა იმასთან დაკავშირებით 2020 წელს თუ გამოიყენა მისი ინფორმაციით ან მისი ანალიზით ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ეს გამხსნელი ტრიქლორეთილენი ან სხვა რომელიმე გამხსნელი და ქიმიური საშუალება მაღალი ალბათობით, ქიმიური იარაღი საზოგადო აქამდე რატომ დუნდა. ეს კითხვები ბუნებრივია არის ლეგიტიმური კონკრეტულად შერგელაშვილთან რომ თქვათ გულახდილად, მაგრამ როდესაც ნდობას ვადარებთ ერთმანეთისთან მდინარაძის ნდობას, შერგელაშვილის ნდობასთან, ბუნებრივია, რომ მდინარაძეს უფრო ნაკლებად ვენდობით, ანუ შერგელაშვილი უფრო სანდო პირი ჩანს ახლაც და მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე მამუკა მდინარაძე, ან ეს კონკრეტულად ეს დარახველიძე, ან დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ახლა სიმართლე გითხრათ, უკეთ 16-17 წუთია გასული და სულაც აღარ მინდა რომ ამ მას კაცს მოусმინოთ. მეგონი გაიქცევა რომელიღაც ეტაპზე. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. აი მალევე ვიცი. ბატონო კონკრეტიკა შეიცავს. კონკრეტული გითხარით, როდის გამოიყენეთ ტრიქლორეთილენი? არ ყოფილა ნათქვამი ბატონო ალექსანდრე სისხლიდან. გაიქცა. რატომ არ საჯაროვდება? და წავიდი. ბატონო ალექსანდრე, დოკუმენტები რატომ არ საჯაროვდება? ნახეთ, კონკრეტულ კითხვებს გისვათ ბატონო ალექსანდრე, ესე ხო არ შეიძლება. ნახეთ. რა წესია? ბატონო ალექსანდრე, ნახევარი საათი გეკითხებით ერთი და იგივე კითხვას და პასუხს არ მცემთ. რანაირად მიპასუხეთ? ვიყენებთ შესაბამის საშუალებებსო, ეს არის ბატონო ალექსანდრე, პირდაპირ ეთერში ხართ. ახლა საზოგადოება გიყურებთ, კონკრეტულ პასუხს ელოდება თქვენგან, ბატონო ალექსანდრე. მუზეუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეინახოს ნივთიერებები? მოკლედ ასეთი არის ალექსანდრე და მუზეუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეინახოს ნივთიერებები. კარგი რეპლიკა. ბოლო აკორდი კარგი, ყველა აკორდი კარგი იყო თათიას მხრიდან, მაგრამ ეს ბოლო განსაკუთრებით. ხო, მუზეუმია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცვილის ფიგურაა ბატონი დარახველიძე. ბიზნა ივანიშვილის ცვილის ფიგურები. ასე დავარქვათ ამ ვიდეო ბლოგს.